ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ძალიან დიდი პროფესიონალი. აი, რომელსაც მე უაღრესად დიდ პატივს ვცემ. შესანიშნავი ხელოვანი, შესანიშნავი ადამიანი, მეგობარი, შესანიშნავი კარის მეზობელი, ბატონი იურა მეჩითოვი. მე ახლა მინდა რომ წამოვყვე რა. Oh, Yura. Brother Jai. The road is the daughter beyond your command. The whole road is rapidly aging. And please get out below. You can lend your hand for a time. Davat Ai. ეს არის ჩემი იურა მეჩითოვი და აი აგერ არის ჩემი მაიკო დეისაძე. მეორე დიდი პროფესიონალი და ჩემი ძალიან მეგობარი. ჩემი ძალიან დიდი მეგობარი. და რა ბედნიერებაა რომ ჩემი აი კარის მეზობლები ვართ რა. აი რა ვიცი რა კარის მეზობლობა ხო როგორ რამე გირჩევნოდეს ძალიან ახლობელ ნათესავს იმიტომ რომ პირველი შენი შემსწრე მშველელი გამხარებელი ყველაფერი ჩვენა ვართ ერთმანეთისთვის. ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერები ვართ რომ ვართ მეზობლები და ერთ საქმეს ვემსახურებ. ვაიმე აბა ეგ არის მთავარი და თან ისა აი ახლავე მოვარ იურა შენ ახარ თავარი გმირი გენაცვალე და თან თავარია ის რომ ეს თვითონ ეს რა გვაქვს საერთო როდესაც ჩვენ ამის ძებნა დავიწყეთ უბრალოდ გამომდინარე რაღაცა ისეთი ცხოვრებისეული რაღაცა მომენტებიდან რაღაცა ჩვენი თავის გამართლება დავიწყეთ თითქოს რომ აი რას ვაკეთებთ ჩვენ ამ დროს აი ჩვენ ამ დროს გვინდა რომ ნახოთ რა გვაქვს საერთო ქართველებს ადამიანებს ამდენი ხალხი ვართ მე მგონი კარგი თემაა და რაღაცა აი ძალიან მინდა რომ მოგიპატიჟოთ ჩემთან გენაცვალე შენ მაიკო ძალიან დიდ პატივს გცემ ბატონო იურა ეს ბალადარისი დილანი იყო თუ ვინმე? ეს ჯერ დილანი იყო, მერე ჯეტროტალი იყო და ასე აბა ერთი კიდე შემოგევდა ერთი. რამე მაშინ ეს არის. ჩვენებული ჩვენებული იქნებოდა რამე შალახო, მაგრამ მაიკო გიждები, იურაზე გიждები რა. ძალიან დიდ პატივს ვცემ რა. რაღაცე ვიდეოს მგაკ, რაღაც სიმღერები და მე თქვენი წიგნები მაქვს იქ ოთახში, ყველაფერს დღეს განვიხილავთ, ყველაფერს და ისეთი გადაცემა გვექნება. თავხედობის უდიდესი ზღვარი გადავლახე ახლა მე იმიტომ როგორ შეიძლება დაუკრა პუბლიკაზე როცა საჯაროდ როცა ხარ გენიალური ბიჭი გენიალური კაცი ხარ იურა მაგრამ ერთი შენებურად ერთი ისეთი კითხვა უნდა დაგისვა რა შენ აი შენ თუნ გიყვარს ხოლმე რამ გაგაგიჟა თქო რო კითხო ახლა უსვათ რას მიპასუხებ აი რა სიყვარულმა დღევანდელმა დღემ რაღაც აი ისი რა სულ საგიჟეთში ვარ თავიდანვე როგორც დავიბადე როგორც შავს და ეგ სიგიჟე არის ჩემს ესეთი მრავალი ხარისხია მე როცა ადამიანი გიჟი ხარ ეს ნიშნავს მე ყველაფრით ვაქებ მას გაიგე და პროფესიონალი გიჟობ ეს იგი მე საკუთარ თავს კომპლიმენტებს ვეუბნები. მოგენაცვალე და მაგიტომ და მომინდა რომ აი ეს კითხვა დამესვა შენ. როგორ არ მინდა აი რა კაი აბედნიერებაა რომ ჩვეულებრივი არ ახარ ბაბუ რა აი რაღაცა ძალიან მაგარი. ინკუბატორის არავინ არ ვარ, უბრალოდ ადამიანის დროში იზღუდავს საკუთარ თავს ჩარჩოში აჯენს გაიგე საკუთარ სოციტოდ და არ არის ხელ და გაშლი და ფრთები არ აქვს, ფრთები ყველას აქვს, მაგრამ როგორ მიხარია ეს თქვენ აი ეს თქვენი აი ფოტოებს აი აქ ახალგაზრდებს რო ხედავ რამდენი მოდიან ახალგაზრდები კარგია მართლა ესე ძალიან მაგარი თუ მე რამე ახალგაზრდად მე მომყოფებს ახლა ეს ზუსტად ახალგაზრდებთან ურთიერთობა და მათი აი დანახვა რომ რაღაცა გაიგეს აი გაგება რომ გაიგეს ისი როგორ მიხარია იმიტომ რომ თვითონ შენ გული ახალგაზრდა გაქვს სული ახალგაზრდა გაქვს ესმის და ახალგაზრდებთან პოულობს საერთოდ გადასალე აი გადმოცემი რომ შენ რაღაცა შეგნე გასცია რა ეს არის ისეთი ბედნიერება თუ ადამიანი კაცობრიობას ასწავლი კაცებაში ბედნიერებას დამთავრდება ყველაფერი იქნება სიამტკბილობა და გოზინაკის კეთება გენაცვალე მე შენ აი ცოტა ხანში გელოდები ჩემთან კაი დავაი ხო აბა ღვინო გვაქვს ვინოტელი დაგვიდგა გვერდში და გადასარევი ღვინოსაც შევსვათ თითო ჭიქი დავილოცებით დღეს ჩვენი ანუ პირველი სტუმარი ხარ შენ ჩვენ ერთი გადაცემა ქონდა მე და ეკავიყავით მარტო და ეხლა უკვე შენახე და მაიკო
გაკოცეთ, გელოდებით ჩემთან.